დავიწყოთ ზოდიაქოების მიხედვით, ვის როგორი წელი ელოდება წელს. 2023 წელი არის ზუსტად ისეთი ადამიანების, ვინც კრეატიულია, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე, ვისაც არ ეშინია იყოს სოლო პლეიერი, ვინც არის აი ძალიან სწრაფი, ესეთი სმარტი, გამგონებული უნარების მქონე ადამიანი, იმიტომ რომ ეს ის წელია, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრ ახალ აღმოჩენებს ვიღებთ. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი წელია 2020-ის მერე. ესეთი მნიშვნელოვანი წელი არ ყოფილა. მართლა. 20 ხო იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რთულიც იყო და турბულენტურიც იყო. ძალიან. ამ 2023-საც ველოდებით როგორც ძალიან მნიშვნელოვანს. ოღონდ 2020 იყო უფრო შეზღუდვების სატურნის ენერგიით იყო, ეს მარსია. ომიანობა. ენერგია. არ არის მარსი ყოველთვის ომიანობა არ არის. მარსი არის ომი. არა, მარსი არის აი ზუსტად solo player-ი. მე უნდა გადავრჩე, მე ყოველთვის ჩემს ანუ მე იწყება. მე კი. ანუ ყველა ადამიანი ანუ ამდენი ხანი რომ ასწავლდნენ რომ გუნდურობა და ჩვენ რა მე არა გუნდი კი უნდა გავითვალისწინოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ისეთი ადამიანების პერიოდი მოდის, ვინც არ არის ბრმად დამოკიდებული იერარქიაზე. არც თვითონ მართავს იერარქიას და არც იერარქია მართავს ამ ადამიანს, მოკლედ. თავისუფალი ადამიანები. კი, ანუ აი კრეატიულების ვისაც შეუძლია აი მომენტი დაიჭიროს, ნახე, კატაკურდღელია ისედაც თვითონ წლის მართველი და აი მომენტის დაჭირა უნდა შეგვეძლოს, ესე თქო, გაწრომა გამოწრომა თუნდაც ცოტა ცოტა ეშმაკებიც უნდა ვიყოთ, უნდა მრავალპლანიანი ხედვა გქონდეს, მოკლედ, რომ ყველაფერი შევამჩნიოთ, დავინახოთ. ძალიან ბევრი სიახლე მოაქვს ამ წელს. ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევები იქნება მედიცინაში და მედიცინაში შეიძლება რაღაც აბსოლუტურად ახალი ტიპის პრეპარატების აღმოჩენა მოხდეს და მათი გატესტვაც და ბოსთვის რამე მოიწონს. ღმერთმა ქნას ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მოდის, ეს იქნება წინა პერიოდი, იმიტომ რომ 24-25 წლიდან უკვე ურანი გადადის მედიცინის ნიშანში უკვე მერე ტყუპებში და აიქ უკვე მედიცინა საერთოდ გაფრინდება შეიძლება ითქვას და აი ჩვენ უკვე ვიხილავთ სამყაროს, რომელშიც სულ სხვანაირია მედიცინა. მე ყოველთვის მიყვარს კარგი დავინახო იცი. კი, ყოველთვის სოფო არის ესეთი ფრთხილი, რომ სულ რო ქარბუქი და უშავს ამინდია, მალე გამოიდარე. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ სამყაროში არ არსებობს მართლა ცუდი ამინდი და ყველანაირ ცუდ ამინდში ჩვენ რასაც ვეძახით, შეგვიძლია ვიპოვოთ ძალიან დადებითი ელემენტები და ამ დავდებით ელემენტებზე თუ კონცენტრირდებით, გარედან ჩვენ არაფერი არ გვანგრევს ადამიანებს. ჩვენ გვანგრევს ჩვენი შინაგანი განცდები და განწყობა სამყაროს მიმართ, რომ აი მე დავიღუპე, ცუდად არის ყველაფერი. ყველასთვის იქნება ამ წელს ძალიან სასიამოვნო ელემენტები, ყველასთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის იქნება. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქსდება სულიერებაზე, დაფიქსდება იმაზე, რას გრძნობ, რატომ გრძნობ, რომ დროულად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ემოციებზე და გრძნობებზე. აი ეს ნიჰილიზმის დასრულების პერიოდი იწყება, თუმცა ეს გარდამავალი ეტაპია და არ არის ესე მარტივი, საერთოდ ყველა გარდამავალი ეტაპი ჩვენ ვიცით რომ მარტივი არ არის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი რომ მეც როცა ომი დაიწყო უკრაინაში და ცოტა ქირქილებდა რომ ვის ებრძვიან და მე დარწმუნებული ვიყავი რომ ეს კი მახსოვს მე და შევილაპარაკეთ მაგაზე და დარწმუნებული ვიყავი და სამყაროში არსებობს ეს კანონზომიერება რომ ბოროტი ყოველთვის ისჯება. ნუ ბოროტება თუ გამიზნულია დასასრული დასწესია. ეს წელი 7-იანი დაიწყო და რაც იმას ნიშნავს რომ თუ ვიჩქარებ წარმატებას აუცილებლად დავიჩქარებ. ანუ ჩემი წელი მოდის? ანუ ვინც ჩქარობს იმის წელი მოდის? ვინც ჩქარობს იმის წელი მოდის. წარმატებები ამ წლის მანძილზე ძალიან სწრაფად მოვა და უნდა მიხვდე სად არის შენი თავარი წარმატების გასაღები, დაიჭირო, გააყო კარები და დაიწყო მოქმედება. ეს რაუნდი როგორ უნდა ვქნა? მე გიждებ ეგეთ რაღაცეებზე. ეს არის სელენიტი და პალო სანტო, ერთ-ერთი ძალიან ძლიერი გამწმენდი ის ბუნებრივი მცენარე არის, ხის ნაფოტი არის ასე ვთქვათ, ნეპალში მოიპოვება, ბუნებრივად ცივა ქერი, მინერალები როცა იწმინდება, სელენიც არ ჭირდება გაწმენდა, არც წყალში. ანუ ოთახში დავდებ სულ და პერიოდულად დაველაპარაკები. შეიძლება ზედ თვითონ მინერალებზე დადო. კი. შეგიძლია ყველა მინერალს არ ვიყენებ ხოლმე ხან რომელი მინერალი? საჭიროების მიხედვით. კვარცს ვამუშავებ. ვარდისფერს. კი, გულთან ამბავში მინდა რომ ხო. და ეს პალოსანტო მედიტაციის დროსაც შეგიძლია ამთო იმუნიტეტსაც ამაღლებს. ზაფხულში მწერებისგან საბრძოლველადაც გეხმარება და გონების კონცენტრაციისთვის. საჩემოა, სუსტად გამოგიცნივა. აი ადამიანებიც რომ მოვლენ შენთან არ აქვს მნიშვნელობა მეგობრები. კი, რო წავლენ აუცილებლად. ხო, რო წახოთ მე ესე გავასუფთავებ. კი, ესე უნდა გაასუფთავო. გიждებ ესეთ რაღაცა.
მითხარი, როგორი წელი მოდის, შენ რას გვეუბნები? ნამდვილი ახალი წელი 22 იანვარს დგება. მოდის კურდღლის წელი და სტიქით ეს კურდღელი არის წყალი, წყლის სტიქი არის. ესე ამბობდნენ ძველ აღმოსავლურ ასტროლოგიაში, რომ ეს ჩვენი წყლის კურდღელი ცხოვრობდა მთვარეზე. შესაბამისად, მას მთვარის ენერგია აქვს ძალიან დიდი რაოდენობით. აი, რა სამბო. და მთვარე არის ფემინური, ქალური ენერგიები. ამიტომ 2023 წელს სხვა ასტროლოგიურ მოვლენებს რო თავი დავანებოთ, ჩვენს სამყაროში ძალიან დიდი რაოდენობით ფემინური და ქალური ენერგიები იქნება. ეს რას გვაძლევს? რომ შვიდობას პირველ რიგში. შვიდობას, მზრუნველობას, ადამიანები უფრო მზრუნველები გახდებიან. პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ რაღაცნაირად დაიბრუნებენ საკუთარ თავს და ასევე რასაც შიგნით ესე რომ ვთქვათ დააგროვებენ, სხვებსაც გაუზიარებენ ამ ყველაფერს. ქალებს შეუძლიათ საკუთარ თავის რეალიზება, უფრო მეც ისაუბრებენ ქალების თავისუფლებაზე, მათ უფლებებზე და ირანის ხელისუფლება დაემხობა და მამაკაცებიც სხვათა შორის ძალიან დიდ მხარდაჭერას მამაკაცებისგანაც იგრძნობენ ქალები და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც ანაზღაურებადი სამუშაოები ქალების კუთხით კიდევ უფრო მაღალანაზღაურებადი, კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდებიან. და ასევე რაც ციფრულ სამყაროს ეხება, განსაკუთრებით გაზაფხულიდან, ანუ გაზაფხულზე ეს ესეთი ცოტა კულმინაციური მომენტი იქნება, რაც ინოვაციას, ციფრულს, თანამედროვეს უკავშირდება, შეიძლება რაღაცა ახალი ისეთი შექმნა, რაც ვაუ იქნება ჩვენი სამყაროსთვის და ქალებმაც შეუძლიათ რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ყველაფრის შექმნაში და განვითარებაში. სუპერ, ძალიან კარგი, მე მომწონს ეს. შეგიძლიათ უფრო მეტად ინვესტიცია ჩადოთ არამატერიალურ სიამოვნებაში, იმიტომ რომ კურო არის შეგრძნებები, კურო შეიგრძნობს ხუთივე შეგრძნების ორგანოთი, შესაბამისად, რაც სიამოვნებისთან ასევე არამატერიალურ სიამოვნებას გულისხმობს, საკუთარი თავის პოვნა შეგრძნებებზე, ფიქრი და აი ამ შეგრძნებებით მოქმედება უფრო მეტად საჭირო გახდება და უფრო მეტად აქტუალური იქნება. ახლა ზოდიაქოებს ზოდიაქოების ნიშანი. ნუ პირველი რა თქმა უნდა დავიწყოთ ვერძით. ცეცხლოვანი ენერგიული ნიშანი არის და მისი წარმატების პერიოდი იწყება ზუსტად მე-7 თვემდე. მას აქვს უნარი დასახოს ნებისმიერი მიზანი და მიაღწიოს დასახულს. შუბლით შეანგრიოს. მაგრამ აი ზუსტად მანდ არის რომ ვერძი არ უნდა იყოს აგრესიული, მისი ენერგია ისედაც მაღალია და თუ კიდევ უფრო აგრესიული იქნება, შეიძლება რომ გამოიწვიოს ქაოსი მის ცხოვრებაში, ამიტომ ვერძებო მშვიდად მუდმივად წინ უნდა იაროთ. გასაგებია. ისე მათ აქვთ უნარი რომ მიაღწიონ ყველაფერს, განსაკუთრებით მარტის პერიოდში, მათთვის პარტნიორული ურთიერთობების პერიოდი იხსნება. საერთოდ პარტნიორული პერიოდი ყველასთვის მოდის ამ წელს. კი, განსაკუთრებით ეს არის მარტი, აპრილი, მაისის პერიოდი, როცა მოკლედ მარტი, აპრილი, მაისში თხოვდებით გოგოებო. იქიდან დაეშვა უფლება, რომ აქ ყველა მეორე ნახევარი იყოს. შეაუცილებლად. რაც შეეხება მთავარს ვერძისთვის, ეს არის იმპულსი, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ შემდეგი 7 წლის მანძილზე მან დასახოს ის ძირითადი ღირებულები, ფასეულობები, მიზნები, რის მიღწევის უნარიც ექნება და ეხლა ჩაუყაროს ამას საფუძველი. კუროს წელი მოდის. კუროსიც, კურო, იმიტომ რომ ეს არის სიმბოლო აი ამ ჭამას და სმის, ჭამის და სმის. არა მარტო, სხვათა შორის ეგ გამოსდით, მაგრამ კურო არის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც არის ყველაზე სტაბილური, ყველაზე საყვარელი, ყველაზე სანდო და მე ძალიან ვაფასებ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს და განსაკუთრებით კუროსთვის მოდის, იცით როგორ, ვერძული სიძლიერე და კუროს მოთმინება, ერთად ქმნის საოცარ მოწყობას მის ირგვლივ და უნარი აქვთ, რომ განსაკუთრებით აპრილის შემდეგ მათ ცხოვრებაში მოხდეს ისეთი მოვლენები, რომელიც მათ ცხოვრებას რადიკალურად პოზიტიურად შეცვლის. რა თქმა უნდა, აქ თუ წამოწოლილები ვიქნებით, დასვენებულები და ამ შესაძლებლობებს არ გამოვიყენებთ, არაფერიც არ მოხდება. ვინც მიზან მიმართულად ეცდება, რომ წარმატება მოიპოვოს, ის შეძლებს. ანუ ვინც იშრომებთო მოკლედო, წარმატებას მიაღწევთ.
და მოვიდა ტყუპების დრო. ტყუპები სხვათა შორის ტელევიზია, ჩემი აზრით. ტყუპები არის ტელევიზია. მას მედია, კომუნიკაციის სფერო. ტყუპები ასტროლოგიაში ესაბამება პატარა ადამიანებს, ასაკით უმცროს ადამიანებს, ახალგაზრდებს, თინეიჯერებს. მერილინ მონრო იყო ტყუპი. კი, ტყუპი იყო მერილინ მონრო ნამდვილად, თუმცა არატიპიური იყო საკმაოდ ესეთი ცოტა მოწყენილი ტყუპი იყო. ტყუპი საერთოდ არ არის. კი, რა თქმა უნდა, ტყუპი საერთოდ არ არის დეპრესიული ზოდიაქოს ნიშანი. მას ახასიათებს ძალიან ისეთი მრავალმხრივობა. თუმცა 2023 წელი მნიშვნელოვანი არის ასევე ტყუპებისთვის იმ კუთხით, რომ სატურნი, რომელიც თევზების ნიშანში გადადის, კვადრატურის ნიშანია ტყუპებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძვირფას ტყუპებს მოეთხოვებათ იყვნენ მრავალმხრივები, როგორც თვითონ ახასიათებთ, თუმცა გარკვეული მაგას თუ დავავალდებულებ ძალიან ცოდოა. ტყუპი, რომელსაც ეუბნები გაჩუნდი და მოусმინეს ხვას. ეს მისთვის არის, არ ვიცი, მოკეთ. თავის თავს დაუწყოს ბოლოს ლაპარაკს. ამიტომ ჯობია რომ ვაწევოთ ლაპარაკი. გარკვეული დისციპლინა აუცილებლად მოითხოვებათ. განსაკუთრებით მათ, ვინც მაისშია დაბადებული, იმიტომ რომ სატურნი კვადრატურის ნიშანში, ესე ვთქვათ, კვადრატურას გააკეთებს მაისში დაბადებულ ტყუპებთან. რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება რაღაცა მოულოდნელი სიტუაციები, რომელშიც თქვენებული სიმსუბუქე, მოკეთ, არ გავაკეთებ დღეს, გავაკეთებ ხვალ და რაღაცას ესე ვთქვათ, მივატოვებ, გადავაბარებ. შეკეთები არიან? აქვს, ზოგიერთს აქვს მიდრეკილება, იმიტომ რომ ტყუპის სიმბოლო არის ჰერმესი. ღმერთი ფეხებზე ფრთებით, რომელიც ერთი ღმერთთან მეორე ღმერთთან დაფრინავდა და აგვარებდა, ხო იცით, ტყუპი ცოტა ისეთი ნიშანია, მოკეთ. ცოტა манипуляტორია. იცით, ანუ შენიც არის, იმისიც არის, ამისიც არის და ჰაერია ეხლა და აქედან გამომდინარე ხა ჰაერს ჭიქაში ვერ დავამწყდებ, ხო? ყველა ტყუპს უყვარს მანქანა, ძალიან იშვიათად იპოვით თქვენ ტყუპს, რომელიც პატარა ასაკიდან არზის საჭესთან. და ის და მანქანა არიან ერთი სხეული, იმიტომ რომ ტყუპი მანქანაა. მერკურია ტყუპი რეალურად და აქედან გამომდინარე, მოკეთ, ტყუპებს უყვართ კომუნიკაცია უყვართ, გადაადგილება უყვართ, მრავალფეროვნება. 2023 წელი აუცილებლად დაგაფიქრებთ იმაზე, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ღუზა უნდა ჩაუშვათ თქვენ ცხოვრებაში. ეს ზოგიერთი შემთხვევაში შეიძლება იყოს ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, იმიტომ რომ ტყუპები როგორც ყველაფერში, პირად ურთიერთობებშიც საკმაოდ ისეთები არიან. მრავალმხრივობა ჭირდებათ, მოკეთ. მრავალფეროვნება უყვართ. მოდი კი, უყვართ, არ უყვართ რუტინა. და აქედან გამომდინარე მე ურჩხებების განსხვავებით ოჯახური ამბავი. იცი რა გააჩნია ოჯახში თუ ინტელექტუალურად საინტერესო ხალხი ყავს, ვისაც შეუძლია ელაპარაკოს. რატომაც არა. მაგრამ მოდი გავჩუმდეთ და ერთად ვიყოთ მდუმარებაში, ან რაღაც კირჩხიბის ხომ თვარე მართავს და ხან ისეთ ხასიათზე, ხან ესეთ ხასიათზე და შევიკეტე მაცალეთ ხამ სავსე თვარე, აღალი თვარე და გამოვიდარებ. ეს ტყუპს არ ესმის, იმიტომ რომ ტყუპი ვერ ეწევა კირჩხიბს და წყლის ნიშნებს ამ ემოციურ გამოვლინებაში. იმიტომ რომ ტყუპი ძალიან მარტივად უყურებს რაღაცებს. ყველა ტყუპმა იცის, რომ ყველაფერი გავლადია. ყველაფერი გავლადია და ამიტომ ძალიან ადვილად ნიავდებიან. მათ აქვთ ეს ძალიან კარგი თვისება აქვთ, რომ ძალიან ადვილად შეუძლიათ ორნი არიან. ნახეთ, ერთი რომ მოწყენილია, მეორე მხიარული გამოდის სცენაზე. მიხვდით, ხო, ის მოწყენილი სადღაც კუთხეშია, მოკეთ. და ამიტომ ძალიან ისეთი ორსახოვანი ადამიანები არიან. სხვათა შორის ხშირად ხდება, რომ სახლში სხვანაირად ხედავენ, ოჯახის წევრები, გარეთ სხვანაირები არიან. თუმცა ეს არის ძალიან მსუბუქი ზოდიაქოს ნიშანი და წლევანდელ წელს სხვათა შორის ეს სიმსუბუქე ყველაზე მეტად გამოადგებათ, იმიტომ რომ ეს ის წელია, როდესაც უნდა იყოს ზუსტად ესეთი სმარტი, მოკლედ და უნდა შეგეძლოს გამოიყენო შენი კარგი ნეტვორკინგი, მოაგვარო ესე ვთქვათ, უცებ მოაგვარო რაღაც დარეკო, მაგალითად შეათანხმო, თუნდაც აი დროულად გამოიყენო შანსი, იმიტომ რომ ეს წელი ხომ ზოგადად ამ პრინციპებით არის ასე გამორჩეული. ამიტომ ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ექნება ძალიან ბევრი შანსები, თუმცა მათ იმ ნაწილს, რომელიც მაისში არის დაბადებული, ვურჩევდი, რომ წარსულში არსებული რაღაც ვალდებულებები არ მიატოვოს წარსულში, იმიტომ რომ მოუწევს დაბრუნდეს აუცილებლად და მოუწევს, რომ გაითვალისწინოს ის შეცდომები, იმიტომ რომ ეს შეიძლება არ იყოს მხოლოდ საქმეები, რომელიც მიატოვეთ, თქვათ და გადაწყვიტეთ, რომ ოდესმე დაუბრუნდები, ოდესმე ხვალ. ტყუპებს ეს ახასიათებს ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოწყინდათ შეიძლება რაღაცა და უბრალოდ გადაერთენ სხვა რამეზე. ასევე ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები თქვენ წარსულში, რომელიც თქვენ ვერ გაიაზრეთ მაგალითად, რაღაც არ გაარკვიეთ, მოგწყინდათ, მოგბეზრდათ და ხო, რაღაცა კონკრეტულად ეს თქვა, შეიძლება სხვაზე კი არ გადაინაცვლეთ, უბრალოდ გადაწყვიტეთ, რომ ამ ურთიერთობებში უკვე ძალიან ესე ვთქვათ, ტოქსიკურია ყველაფერი და ჩაიხარშეთ მაგალითად, არაფერი ახალი ხდება და რაღაცები შეიძლება არ გაარკვიეთ, არ გაიაზრეთ და უბრალოდ გზა გააგრძელეთ. იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში მოდის აუცილებლად ჩანსი ახალი ურთიერთობების, თუმცა ამ ურთიერთობების ასაშენებლად ძველიდან დასკვნები უნდა გამოიტანოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კარგი წელია იმისთვის, წლის მეორე ნაწილი განსაკუთრებით, რომ
თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ფინანსური ხაზი ააშენოთ, ეს შეიძლება იყოს ჰობი, რომელიც ძალიან დიდი ხანია გაქვთ და არ აქცევთ შეიძლება ყურადღებას, თუმცა რაღაცა კონცენტრაცია მოგიწევთ და ამ კონცენტრაციის შედეგად მიხვდებით, რომ პროცესში სიამოვნების მიღება შეგიძლიათ, რასაც აკეთებთ და ეს თურმე გარკვეულ შემოსავალსაც გაძლევთ. სხვათა შორის წელიწადი არის გამორჩეული იმით, რომ ფასეულობათა სისტემა თქვენთანაც გადაიწყოს უნდა აუცილებლად და შესაძლოა აი ცხოვრების რიტმი და წესით შეიცვალოთ, თუმცა აღმოაჩინოთ შესაძლებელია რომ ყოველდღიურობაში ყოფილა ძალიან ბევრი კარგი რაღაც და თქვენ სულსაც გიჩქარებათ, სულსაც იჩქარება, სულსაც რაღაც ახალი აინტერესებს, ხშირ შემთხვევაში ტელეფონზეა ჩამოკიდებული, სულ ლაპარაკობს, რაღაცეებს ათანხმებს. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ერთ დღესაც უბრალოდ მოგიდეთ რომ გამორთოთ ეს ტელეფონი და ისიამოვნოთ მომენტით, ისიამოვნოთ საქმით, რომელიც თქვენი ჰობი იყო აქამდე. შესაბამისად დააკვირდით აუცილებლად რა გიყვართ. დავიწყეთ წყლის ნიშნები. კიჩხიბები. ეხა როგორ გავაკეთებ ისე რომ კირჩხიბი ასე ვთქვათ არ გამოუშვათ სცენაზე, მოკლედ. კირჩხიბებს რაც შეეხებათ, პირველი და კარგი რაც არის, ამოისულქავთ იმ კუთხით, რომ შავი მთვარე წავა თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან, ეხა ლომებისკენ მიდის, იანვარში უკვე დაგანებებთ თავს და იანვრის მეორე ნახევარში დაახლოებით ვერტები 20-21-ში თუ სწორედ მახსოვს, მოკლედ მე მიდის უკვე ლომებთან და კი ბატონო, თუმცა რა ისწავლეთ? რა ისწავლეთ 2022 წელს? რა შიშები ჩამოანგრიეთ? მარტოობის შიშები 22-ში უნდა ჩამოენგრიათ ძვირფას კირჩხიბებს, მარტოობის შიში. უნდა ჩამოენგრიათ იმედგაცრუების ფაქტორი, რომ ადამიანები, რომლებიც გონიათ, რომ თქვენს გვერდით არიან და გონიათ, რომ სულ იქნებიან, შესაძლოა რაღაც მომენტში არ აღმოჩნდნენ თქვენს გვერდით, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მარტო ხართ, ან ისინი ცუდები არიან. გარემოები დაალაგდებოდა ისე, როდესაც თქვენ უფრო მეტად ემპათიური დამოკიდებულება უნდა გამოგევლინათ და უნდა მიხვდარიყავით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცებმა იმედი გაგიცრუეს, თქვენ ადამიანები გიყვართ მაინც და თქვენ თავის იმედი უფრო მეტად გაგიჩნდებოდათ. რა თქმა უნდა, თქვენი თავის იმედი უფრო მეტად გაგიჩნდებოდათ. კირჩხიბისთვის წლის პირველი ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ შეიძლება მოაგვაროთ გარკვეული საბინაო საკითხები. ასევე წლის პირველი ნაწილი ძალიან კარგია იმისთვის, რომ ტრანსფორმირდეთ ვიზუალურად, შეიძლება საერთოდ შეიცვალოთ გარეგნულად, იმიჯი შეიცვალოთ შესაძლებელია, გარემოცა შეიძლება შეიცვალოთ, საცხოვრებელს აღარ ვამბობ, ემიგრირდეთ, დაბრუნდეთ სამშობლოში, შესაძლოა ასეთი რაღაცებიც იყოს. ოღონდ წლის პირველ ნახევარში გირჩევთ, რომ უფრო მეტად წახვიდეთ კომპრომისებზე და შეთანხმებებზე და მოусმინოთ ძირითადად თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. დააკვირდეთ რა შემოთავაზებებს გთავაზობენ, არ იჩქაროთ, იმპულსურად არ მიიღოთ გადაწყვეტილებები, აი წლის მეორე ნახევარში უკვე შეგიძლიათ დაიყრდნოთ მეგობრებს, გარემოცვას და შესაძლებელია რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებიც კი დაიწყოს თქვენ ცხოვრებაში, ახალი პროექტები, ანუ ძველი ადამიანების ადგილას მოვლენ ახალი ადამიანები, რაღაც ახალი ეტაპი იქნება უკვე თქვენ ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე წელი მის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ბევრად უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის. წლის პირველ ნაწილში არიდავოთ ღიად, თუ კი ეს ეხება სასამართლო დავებს, შესაძლოა სიტუაციები პერიოდულად შედიოდეს ჩიხში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ გამოვა, უბრალოდ გარკვეული კომპრომისი მოგიწევთ ალბათ, გარკვეული კომპრომისზე წასვლა, ან უბრალოდ თქვენ არ უნდა იყოთ ამ შემთხვევაში, მაგალითად უშუალოდ ხარეთ, თუ კი თქვენ რამეს დავობთ, თუნდაც და ედავებით მოდავე ხართ ვინმე კონკრეტულ ადამიანთან, შესაბამისად, კარგი იქნება, თუ კი დაიყრდნობით უკვე ამ შემთხვევაში სხვა ადამიანებს და მოისმენთ მათ რჩევებსაც და გაითვალისწინებთ. გადაწყვეტილების მიღებები არ უნდა ვიყოთ. კი ბატონო, გადაწყვეტილების მიღებები არ უნდა ვიყოთ. კარგი წელია პირადი ცხოვრების კუთხით, ძალიან ბევრი შესაძლებლობები შეიძლება მიიღოთ წლის მეორე ნახევარში, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, რომელთანაც რაღაც შეჩვეულიც ხართ შესაძლებელია გარკვეულწილად და კომფორტული, ესე ვთქვათ, ურთიერთობები გაქვთ მაგალითად, ოღონდ არა რომანტიული, მაინც და მაინც, იმიტომ რომ შესაძლებელია წლის მეორე ნახევარში სულ სხვანაირად დაინახოთ რაღაც კონკრეტული ურთიერთობები, რომელიც აქამდეც შესაძლოა იყო თქვენს ცხოვრებაში და აქედან გამომდინარე რაღაც სხვანაირად შეიძლება განვითარდეს ყველაფერი და კარგი იქნება თუ კი ამ შანსებს ასევე აუცილებლად გამოიყენებთ. კარგი წელია ზოგადად გადააფასოთ თქვენი დამოკიდებულება ფულის და მატერიალურის მიმართ. შესაძლოა ეს იყოს შემოსავლის ახალი გზა, მაგალითად, ანუ ისეთ სფეროში შეიძლება დაიწყოთ რაღაცის კეთება, რომელიც აქამდე არ განგიხილავთ, ან უბრალოდ ახალია თქვენთვის და უბრალოდ ძალები უნდა მოსინჯოთ და
დააკვირდეთ უნდა აბა რა გამოგივათ, რა შეიძლება რა ამ ყველაფრიდან გამოვიდეს. ამიტომ ნუ იტყვით უარს. ეს ეხება წლის მეორე ნახევარს განსაკუთრებით, გაცილებით უფრო ეს მნიშვნელოვანი იქნება. რაღაცა გარკვეული ინტრიგები, რომელიც თქვენ ზურგს უკან წიფთებოდა აქამდე, შესაძლოა ამ წელს წლის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ნიღბები მოიხსნა შეიძლება და თქვენ შეიძლება იცი რა ცოტა დამკვირვებლის პოზიცია შეიძლება აღმოჩნდეთ. აი გულის დაწყვეტაც აღარ იქნება უკვე, ანუ როგორი თემა იქნება, იცით? აი რაღაც დრო აკვირდები ხო იცი სპექტაკლს რომ უყურებ და ესეთი შეგრძნება რომ გაქვს რომ მე ყველაფერი მინახავს. საერთოდ ეს წელი ბევრი კირჩხების ცხოვრებაში იქნება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის. ანუ ტრანსფორმირდებით, ანუ თქვენ თვითონ ფიზიკური, როგორც ფიზიკურად, ეს თქვენ ვიზუალურად ტრანსფორმირდებით, ასევე ტრანსფორმირდებით შეხედულებების და ფასეულობების კუთხით, ქალებს კირჩხებს განსაკუთრებით მოუწევთ და სხვა შორის საკმაოდ ესეთი საინტერესო პროცესი იქნება გადააფასონ მათ დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ. შესაძლოა ბევრი ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვანაირი ტიპის ურთიერთობები დაიწყოს. ანუ თქვენ შეიცვალოთ შეიძლება დამოკიდებულება, რომ როგორი უნდა იყოს თუნდაც მამაკაცი ურთიერთობაში, მაგალითად. და შესაძლოა აქედან გამომდინარე, რაღაცა გაცილებით უფრო კარგი ურთიერთობები ააშენოთ. რომებს ამ წლის დამთავრება ძალიან გაუხარდებათ. იქნებიან ძალიან ბედნიერები წლის ბოლოს, რომ ეს წელი როგორც იქნა დამთავრდა, არ არის ესეთი საშიში პერიოდი, თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო დატვირთული მოვლენა ხდება მის ირგვლივ და ლომებს ცოტათი მოუწევთ, რომ აკონტროლონ თავიანთი მოქმედებები, შინაგანი იმპულსები არ იყვნენ ისეთები, როგორიც აქამდე და უნდა ისწავლონ მიმტევებლობა. და უნდა მეფეებად არ იგრძნონ თავი. ისწავლონ, რომ ამ შემთხვევაში ყოველთვის არ შეიძლება იყვნენ პირველ ადგილას, ცოტათი ოდნავ უკან, მაგრამ წინ. ხო. ესე იგი ლომებს მაინც ვაფრთხილებთ. გამოწვევები წინ დგებიან და რა პროვოკაციები იქნება მათ წინააღმდეგ, ჩვენ არ ვიცით. ყველა ლომს თავისი საზრუნავი ექნება ამ წელს. ყველაზე პრეტენზიულები ქალწული ყველაზე პრეტენზიული ადამიანები არიან, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქალწული არის უნიკალური ნიშანი, რომელსაც თუ კი დაინტერესეთ ასტროლოგიით და რაღაცით თუ დაინტერესდა, მე უკვე ზომწონა აღარ იცის, იმიტომ რომ თუ მივხვდა რომ ეს მუშაობს და ლოგიკურად მიიღო რაღაც პასუხები, აი მე უკვე შეიძლება მოგეწებოს. ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები და შესაძლებლობები ელოდებათ ყველა იმ საკითხში, რაც ეხება სწავლას და უცხოეთში გადაადგილებას, თუ კი თქვენ ამ ნიშნით დაბადებული ხართ და გეგმავთ კარდინალურად შეიცვალოთ საცხოვრებელი, აი ხა დგება ზუსტად ეს პერიოდი, უკვე გამოიკვეთებოდა სავარაუდოდ რაღაც კონტურები და შესაბამისად მეტი ძალისხმევის ჩადება მოუწევთ. წლის მეორე ნახევარი იქნება განსაკუთრებით უკეთესი, ბევრად უკეთესი მათთვის, როდესაც იუპიტერი კუროს ნიშანში გადავა, იმიტომ რომ ეს ქალწულისთვის ესეთი მეგობარი ნიშანია და იქნება საშუალება, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მეცაც მიაღწია. ძალიან ტრანსფორმაციული იქნება წელიწადი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, პირადთან დაკავშირებით კი ქალწულთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ სატურნი მათთვის მეშვიდე ნიშანში ჩადგეს უნდა ახლა თევზებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი ემოციურობა მოგეთხოვებათ. უნდა გაითვალისწინოთ თქვენი პარტნიორის ემოციური მოწყობა თქვენი. მხოლოდ სურვილებზე არ არის, ქალწული პრაგმატულია და უჭირს ენდოს ინტუიციას და ენდოს გულის ხმას. მიწაზე დადის ორი ფეხით და ორი ხელით. შესაძლოა ძალიან ბევრი ქალწულის ცხოვრებაში ამ წელს იყოს ბევრად უფრო ემოციური ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამჯობინებს რაღაც იმპულსურად მიიღოს გადაწყვეტილებები, მოიქცეს, ამიტომ არ უნდა განსაჯოთ ეს ადამიანი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ არსებობენ სხვანაირი ემოციური მოწყობის ტიპაჟები და შეიძლება ესეთი შეგხვდეთ წლევანდელ წელს, რომელსაც შეიძლება გქონდეთ ძალიან დიდი მიზიდულობა, თუმცა ასევე შესაძლოა გქონდეთ ძალიან ბევრი პრეტენზიები, ამიტომ მეტი ემპათია მოგეთხოვებათ, მეტად უნდა მოусმინოთ თქვენს პარტნიორს, იმიტომ რომ თუ ასე არ მოიქცევთ, შეიძლება ძალიან ბევრი გაუგებრობა და ქაოსს მივიღებთ საბოლოო ჯამში. შეიძლება იყოს უბრალოდ ქაოსი, სადაც შეიძლება სიტყვებით ვერ გაარკვიოთ, უნდა მოусმინოთ გულს და უნდა მიყვეთ ემოციურ, ესე ვთქვათ, ტალღებს, მოკლედ. და შესაბამისად ეს მინდა რომ გაითვალისწინონ ქალწულებმა, ასევე ეს ეხება ბიზნეს და საქმიან ურთიერთობებს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება თქვენმა ინტუიციამ უფრო მეტად გაამართლოს ვიდრე პრაგმატულმა აზროვნებამ და ქალწულს საერთოდ უყვარს ყველაფრის დაგეგმა. ძალიან შფოთავენ, როდესაც რაღაც დაუგეგმავი სიტუაციები აქვს და სადღაც დაახლოებით მაისამდე პერიოდი თქვენგან ითხოვს აი ზუსტად იმ მოქნილობას, რომ მოვიდა რაღაც შესაძლებლობა სასწრაფოდ უნდა გამოვიყენოთ და შესაბამისად აუცილებელი იქნება ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, აი აქ უნდა
დაიყვნოთ უკვე ინტუიციას და ასევე უნდა დაიყვნოთ ადამიანებს, რომლებსაც უფრო ინტუიციური ხედვა აქვთ სამყაროზე, ვიდრე ლოგიკური და შესაძლებელია მათ მიმართ შემოვამაც ძალიან კარგი შედეგი მოგიტანათ. ქალწულებს, რომლებიც არიან დაბადებული აგვისტოში და ზირთად სექტემბრის პირველ ნახევარში, უფრო აგვისტოში დაბადებულებს, ვურჩევ მეტად მოუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სამყაროსგან პასუხი თქვენთვის ვორკოჰოლიზმზე, იმიტომ რომ ქალწული ვორკოჰოლიზმია, რა თქმა უნდა. და შესაბამისად შეიძლება მოგიწიოთ დღის წესრიგის ცოტა გადაწყობა. თქვენი რაღაც კონკრეტული დღის წესრიგი შეიძლება მოგიწიოთ, რომ შეიცვალოთ, საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ მეტი ენერგიაც გაქვთ, თუ კი თავს აძლევთ უფლებას პერიოდულად დაისვენოთ და რაღაცა ხასხასა ემოციები შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ძირითადად თუ თქვენ ცხოვრებაში იქნება რაიმე ტიპის პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ იქნება იმიტომ რომ თქვენ მთლიანად გადასული ხართ მხოლოდ ვალდებულებებზე და აღარ ფიქრობთ თქვენს სულ ქალწულები ადამიანი გახდით. ქალწულები ძალიან ადამიანები არიან, ერთ-ერთი ძალიან მოურცხვი ნიშანია, მინდა გითხრათ, ისინი ხშირად გამოიყურებიან გეგონებათ რომ აი ყველანაირად იდეალურები არიან, ვიზუალურად არაჩვეულებრივად გამოიყურებიან, ძალიან წარმატებულები არიან, მაგრამ გულის სიხრმეში ეს არის ძალიან კრიტიკული ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ხშირად აქვს ძალიან ქალწული არის გერმანია, ხო? გერმანიას ნაწილობრივ ვერძი მართავს, ქალწული არის იაპონია. ნუ აი წარმოიდგინეთ ყველაფერი საათივით აწყობი. კი. სასწორებ მარიამ შვილო. აი სასწორებს ცოტა კარმული პერიოდი აქვთ. ვაუ. აღმავალი კვანძის კარმული კვანძი მაისიდან ხდება ვერძებში, ვერძი სასწორის ღერძზე და მათთვის მთავარი თემა იქნება ურთიერთობები, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობები და ასევე საქმიანი ურთიერთობები. ვისაც სურვილი აქვს, რომ არსებული ურთიერთობები დაალაგოს, დაამშვიდოს და დააწყნაროს, დაწყებული გაზაფხულიდან, აი ესეთი რომ ვთქვათ, დასაწყისი იქნება და კულმინაციური მომენტი იქნება შემოდგომა, როცა დაბნელებები იქნება ვერძი სასწორის ღერძზე. ვისაც უნდა რომ რაც ზედმეტი აქვს, თუნდაც ურთიერთობა იქნება, ამისგან რომ გათავისუფლდეს, ეს პერიოდი აუცილებლად გამოიყენოს იმისათვის, რომ წინ წავიდეს და უფრო მეტი გააკეთოს და მეტი ახალი პოზიტიური ენერგიები მოეზიდოს და ვისაც უნდა რომ ახალი ურთიერთობები დაიწყოს, თუნდაც საქმიანი ურთიერთობები, ინვესტორებთან ურთიერთობები თუ ჭირდებათ რაღაცა ინვესტიცია თავიანთ საქმეში, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე რაც მინდა ბურჩიო სასწორებს არის ის, რომ პირველ რიგში თქვენ სიამოვნებაზე, თქვენ საჭიროებაზე იფიქრეთ და შემდეგ დასვით კითხვა სხვას მოეწონება თუ არა. ანუ თქვენი თავი დააყენეთ პირველ რიგში, ასევე რაც სილამაზესთან, ესთეტიკასთან არის დაკავშირებული, სასწორი უფრო მეტად წარმატებული და უფრო მეტად რეალიზებული იქნება ამ კუთხით. მორიელებს ეს 2022 წელი ხა ძალიან ისეთი კარმული ქონდათ, რადგან აღმავალი კვანძი ყურო მორიელის ღერძზე გადიოდა, თან დაბნელებები იყო. 2023 წელსაც იქნება ცოტა მსგავსი ვაიბები, ესე რომ ვთქვათ. დაბნელებების სერია მათთან ისევ გაგრძელდება გაზაფხულზე და შემოდგომას. თუმცა ვთვლი რომ ყველაზე მეტად რაც უნდა მიექციან ყურადღება არის ის რომ თუ უნდათ რომ წარმატებულები იყვნენ, მყარად იდგნენ მიწაზე, ეს 2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ სიმყარე, უსაფრთხოება, სტაბილურობის შეგრძნება იგრძნო. მათ ფიზიკურ გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნონ პირველ რიგში. შეუძლიათ განსაკუთრებით ეს პერიოდი გაზაფხულის პერიოდი ძალიან კარგი იქნება მავნე-ჩვევებისგან რომ გათავისუფლდნენ, რაც კი ზღუდავთ, რაც კი თრგუნავთ, ტოქსიკურია, ნეგატიურია, ამ ყველაფრისგან უნდა გათავისუფლდნენ, იმისათვის რომ ახალი ენერგიები შემოუშვან და თუნდაც ახალი ჩვევები, ახალი რუტინა შემოიტანონ მათ ცხოვრებაში. ცოტა დისციპლინაც სჭირდება. ისე მორიელი არ არის დისციპლინირებული? იცი როგორ არის, თავის დისციპლინას ქმნის, თავის პასუხისმგებლობებს ქმნის და ცოტა უფრო ზედმეტ შეზღუდვა, აი რადიკალიზმში ცოტა ვარდება ხოლმე. წლევანდელი წელი, რადგანაც ესეთი თევზების ძალიან დიდი გავლენა არის და ცოტა უფრო ქაოტური, ცოტა უფრო არაპროგნოზირებადი იქნება, ხო? მაინც სასურველია, რომ რაღაცა ცოტა დისციპლინაში მოიქცნენ, რომ თავი მყარად და სტაბილურად იგრძნონ. ამიტომ თუნდაც ყოველდღიურად, ყოველკვირეული ჟურნალით შეგიძლიათ აწარმოოთ და ესე რომ ვთქვათ, გაწეროთ თქვენი გეგმები
გეგმები და ამ გეგმის მიხედვით წადით. თუ მიხვდით პროცესში რომ რაღაცები ირევა, რაღაცა ვერ ხერხდება ისე როგორც თქვენ დაგეგმეთ, აი ეს ადაპტაციის უნარი გამოიმუშავეთ, რომ გადაიწყოთ იმ ახალ ტალღაზე. იმიტომ რომ დღევანდელ ეპოქაში ეს სიახლეები ყოველდღიურად ხდება და ჩვენც თუ გვინდა რომ შემდგარი რეალიზებული ადამიანები ვიყოთ, აი ამ ტალღებს ჩვენც უნდა ავყვეთ და ესე უნდა წავიდეთ. ნამდვილად. და რა დაგვჭამ შვილდოსნები, მე მიყვარს შვილდოსნები. შვილდოსნები ეს ნიშანი არის ამ წელს გაურებული, მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ იცით რა უცნაური რაღაცეები ელოდებათ, რომ აქვთ ესეთი პერიოდი, როცა სწრაფად ენერგიულად წინ შეუძლია რომ გაიჭრან, მე უნდა დაატორმოზონ, შეჩერდნენ, გადაახარისხონ, გადააფასონ მოვლენები. შემდეგ ისევ ესეთი იმპულსი დადგება მის ცხოვრებაში და წლის განმავლობაში ესეთი აქტიურობის და შესვენების პერიოდი აქვთ ხშირად. თან ისეთი სწრაფად უწევთ ხოლმე, ამიტომაც უნდა გამოიყენოთ აი ეს ოქროს მომენტები, მიაღწიოთ წარმატებას, შემდეგ დაისვენოთ და აი ასეთ რეჟიმში თქვენთვის იქნება წარმატება. რთული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წელი ელოდებათ, თუ მაინც უფრო მეტად გამარჯვებების. მშვილდოსანს წარმატების პერიოდი ელოდება, იმიტომ რომ მაინც ვარსკვლავები მხარს უჭერენ წამოწყებებში. 2023-ში ეს ამშლანია მომყოლ შვილდოსანი მეგობარი, რომელსაც ძალიან გულშემატკივრობდა. მინდა რომ ამ წელს ძალიან კარგად იყოს. ეს თქვენ ჩემს რა არის? ეს არის ჩვენი თილისმა. აი, გიჟდები თილისმა. სანთელი. რას ნიშნავს გამწმენდი სანთელი? ნეგატიური ზემოქმედების განანთავისუფლებს ეს სანთელი, აქ არის ინსტრუქცია და რა კაია. ეს არის ის მანძილზე რომ მიაღწიო ყველა წარმატება. აი, გიჟდები ეგეთ რაღაცებზე უღრმესი მადლობა. დროებით, მადლობა. რაც შეეხება თხის რქებს, თხის რქებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია, ერთი თხოვნა მექნება მათთვის. იანვარი დაისვენონ, იმიტომ რომ კომუნიკაციების პლანეტა, ასევე მარსი, რომელიც მოქმედებას და მოქმედების სასიცოცხლო ენერგიაზე არის პასუხისმგებელი, რეტროგრადული არის, რაც რაღაცებს აფერხებს და რაღაცებს ანელებს. იანვარი მეტნაკლებად აი ესეთ მშვიდ გარემოში თქვენს ოჯახის წევრებთან დაიძინეთ თხის რქებო იანვარში. დაისვენეთ, იმიტომ რომ ისე ძალიან ბევრ შრომობენ. გადააფასეთ 2022 წელი, ის სიამოვნეთ იმითი, რაც შექმენით. აი დაისვენეთ და შემდეგ უკვე გაზაფხულიდან შეგიძლიათ დაგეგმოთ, განაგრძოთ თქვენი საქმიანობა, იმიტომ რომ ძალიან მშრომელები არიან. ძალიან. ხის სამსახურში არის საჩუქარი. კი, ნამდვილი საჩუქარი არის, ვისაც კიდევ უფრო წინ წასვლა, კიდევ უფრო განვითარება, თუნდაც რაც დაკავშირებული არის უცხოეთთან, უცხოელ ინვესტორებთან, მივლინებებთან, ამ მივლინებების დროსაც შეუძლიათ რაღაცა ისეთი ახალი იდეები იპოვონ და ინსპირაციები მიიღონ, რაც მათ საქმიანობას დაუკავშირდება და კიდევ უფრო განავითარებენ და კიდევ უფრო გააფართოვებენ. მერწყულებს რაც შეეხებათ, მერწყულის ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ. გაზაფხული, განსაკუთრებით აი 3 თვე ივნისამდე, მაისიდან, აი ეს მაისის პერიოდი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინი რევოლუციად შეუძლიათ მოვაწყონ, ოღონდ პოზიტიურ ჭრილში გამოხატონ თავიანთი საკუთარი თავი აი ესეთები როგორებიც არიან და უფრო მეტი ისაუბრონ თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე და უფრო გაცდნენ ჩარჩოებს, უფრო მეტად ინოვაციურებიც იქნებიან, უფრო აი მერწყულების შექმნიან რაღაცა ახალს და ხო, ახლა თუ ტექნოლოგიების პერიოდი მოდის, რა თქმა უნდა, მერწყულების დრო. და მე უფრო მეორე ნახევარს, წლის მეორე ნახევარს გირჩევთ, თუ დაგეგმილი გაქვთ აქამდე, გქონდათ დაგეგმილი რაღაცა შეგეცვალოთ სახლში, პატარა ცვლილებები განგეხორციელებინათ, ადგილის შესეცვლაც თუ გინდოდათ, რელოკაციაც მათ შორის, აი წლის მეორე ნახევარი ამას დაუთმეთ ეს თქვენი ენერგია და რესურსი. მთელი წელი სწავლისთვის, განვითარებისთვის, ახლის მისაღებად საუკეთესო პერიოდი არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესეთი ტრანსფორმაციული პერიოდი აქვს მერწყულებს. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხება. პირველ რიგში აუცილებლად მინდა გაითვალისწინოთ, რომ ეს არის წელი, რომელიც ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში საფუძველს უდევს ძალიან მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევებს. წლის პირველი ნაწილი განსაკუთრებით მაის-ივნისამდე პერიოდი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ შანსები და ეს შანსები შესაძლებელია თქვენს გარშემო ტრიალებს კიდეც ოღონდ იმის გამო
რომ თქვენ ხშირად ხართ მორიდებული ადამიანები და ელოდებით ხოლმე რაღაც აღმოფრენას, შემოთავაზებას მაგალითად, გარკვეული ინიციატივები ჯობია თქვენთან გამოიჩინოთ. იმიტომ რომ თქვენს გარშემო შესაძლებელია იყოს ის შესაძლებლობები, რომელსაც თუ კი თქვენ თუნდაც როგორც სურვილის დონეზე გააჟღერებთ, რომ აი მე მაგალითად ეს შემიძლია, მე მაგალითად ამას გავაკეთებდი, შესაძლოა გარემოში აღმოჩნდეს ზუსტად აი ეს შემოთავაზებები, რომელიც თქვენ რეალურად გჭირდებათ, მაგრამ თუ კი თქვენ აი თქვენი ზოდიაქოს სიმბოლოს პრინციპს მიყვებით პირს წყალი ჩავიგუბე და ველოდები, მაშინ არაფერი არ იქნება. ან უბრალოდ ჩანსებს გაუშვებთ ხელიდან. ძალიან კარგი პერიოდი არის იმისთვის, რომ თუ კი თქვენ გინდათ ფორმაში მოიყვანოთ თქვენი ჯანმრთელობა, დაიწყოთ ვარჯიში, მაგალითად შეიცვალოთ ცხოვრების სტილი, გაიმყაროთ როგორც ნერვული სისტემა, ესე ფიზიკური, ესე ვთქვათ, მდგომარეობა, იდეალური პერიოდია მარტიდან განსაკუთრებით. ყველაზე მეტად ვურჩევ ამ ხრივ იყონ ყურადღებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქაც ხოთ შორის თევზები, რომლებიც თებერვალში არიან დაბადებულები, იმიტომ რომ სატურნი თებერვლის თევზებთან გაივლის პირველ რიგში, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს, სატურნი თევზებში გადადის. კარგ ვარიანტში ეს არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტად იყოთ მობილიზებული და აქ ყველაზე მთავარი არის თქვენთვის საყვარელი ქაოსი, რომელიც ცხოვრებაში ხშირად გახასიათებთ, თევზებს ხშირად ახასიათებთ ქაოსი, აი ეს ქაოსი უნდა აღმოფხრათ. იმიტომ რომ თუ კი თქვენ ამ ქაოსში გააგრძელებთ ცხოვრებას, ენერგია გამოგაგტება ძალიან და ხშირ შემთხვევაში შეიძლება გეგონოთ, რომ რასაც აკეთებთ, ისიც კი ძალიან დიდ ენერგიას გართმევთ, გეძინებათ, სულ გინდათ რომ ესე ვთქვათ, რაღაც პასიურ რეჟიმში იყოთ, რეალურად ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფრო მეტი რესურსი გაქვთ, ვიდრე ამ რესურსს კონსტრუქციულად იყენებთ. ამიტომ თავარი იქნება, რომ შექმნათ თქვენ ცხოვრებაში კონსტრუქციები. კონსტრუქციები შეიძლება იყოს სამსახურებრივი, რაღაც დაისახოთ კონკრეტული მიზანი და თქვათ, რომ აი აქედან მივალ აქ, აქედან მივალ აქ და აი მივაღწევ რაღაც მსგავს. გეგმა წარმოუდგენელი განრიგი ბლოკნოტი პასტა ჩაწერა თევზებო ცოტა იქავწურეთ რა კი ცოტა ეს თვისებები გჭირდება იმიტომ რომ პლანეტა სატურნი თევზებში რომ გადადის ის ითხოვს სტრუქტურას თუ თქვენ ახალ სტრუქტურას შექმნით თქვენ ცხოვრებაში ეს პირადსაც ეხება და სხვა შორის პარტნიორულ ურთიერთობებსაც სტრუქტურიზება მოგიწევთ მიხვდებით რომ დროც ბევრი გაქვთ ენერგიაც ბევრი გაქვთ განწყობაც გაგიუმჯობესდებათ უამრავ რამეს მოასწრებთ და საკუთარი თავით მოყოფილიც იქნებით იმიტომ რომ მე მომიყვანეს ცხოვრებაში რომ გასწავლა სატურნს უყვარს საერთოდ ესე ვთქვა დაკპრესოც მის გამო რომ გაჩვენოთ შენ ზარმაცობ მეტი რესურსი გაქვს და რატომ არ იყენებ ამ რესურსს კონკრეტულად თუ კი თქვენ ხელოვანი ხართ თუ კი თქვენი პროფესია არის დაკავშირებული რამე ისეთ სფეროსთან სადაც თქვენ ქმნით გარკვეულ სამყაროს მაგალითად ხართ სიტყვაზე რეჟისორი კინოდოკუმენტალისტი ანუ ისეთი ადამიანი ვინც რაღაც კონკრეტულ სამყაროს უნდა ქმნიდეს თავის სამყაროს უნდა ქმნიდეს იდეალური პერიოდია იმისთვის რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყაროთ საფუძველი ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები ძალიან ბევრ ამას გაანალიზებთ რომელიც ისეთ რაღაცებს გაანალიზებთ რომელიც ბევრი კითხვებზე მიიღებთ უფრო სწორად პასუხს ამ წლის მანძილზე ძალიან ბევრი კითხვები შეიძლება აი თავისთავად მოხდეს შეიძლება თქვენს თავში აგრეთ წოდებული აპდეიტი რომ აი თურმე როგორ ყოფილა ეს შეიძლება ძალიან ძველი თემები იყოს 91-12 წლებიდან და ესე ვთქვათ დაწყებული შესაძლებელია ძალიან ბევრი რამე იყოს ეს სადაც ჭიხში შეხვდეთ და ვერ გაარკვიეთ უბრალოდ რომ რა ხდებოდა როგორ ხდებოდა და მიუშვით დინებაზე იმიტომ რომ თევზებს ეს ახასიათებთ დინებაზე მიშვება ესე ვთქვათ დინებაზე უფრო რაღაცა მიშვება ამიტომ პირველი და მნიშვნელოვანი ამ წელს თუ კი თქვენ იქნებით მობილიზებული წარმოუდგენლად კარგი შედეგების დადება შეგიძლიათ მით უმეტეს წლის პირველ ნაწილში სელენა თეთრი მთვარის ფარველი ანგელოზია თქვენ ზოდიაქოს ნიშანში მოძრაობს, ამიტომ ზურგის ქარი აუცილებლად გექნებათ. თქვენზე ჩინი და ასაკით უფროსი ადამიანებისგან ხარდაჭერა გექნებათ ასევე აუცილებლად. და უბრალოდ მოგიწევთ ცოტა მეტი სტრუქტურა შეიტანოთ თქვენს ყოველდღიურობაში და ცხოვრებაში. ამიტომ თუ კი თქვენ ამ ხრივ ვიაქტიურებთ, ბევრი რამე შეიცვლება. ძალიან ბევრი რამე შეიცვლება. აი გაიგო ჩემმა პროდიუსერმა თევზმა. ესე მე როგორც მივხვდი, მოდის სიყვარულის წელი, მოდის ურთიერთობების წელი, მოდის ოჯახის შექმნის წელი, მოდის რომანტიკული შეხვედრების წელი, სიყვარულის ახსნის წელი. დანარჩენი მნიშვნელოვანი არის. და ძალიან ბევრი სიურპრიზების წელი. მოდი ასევე ვთქვათ. კარგის და ცუდის, გააჩნია როგორ შევხედავთ. ცუდი სიურპრიზები. უნდა მიმოქმედოთ. კარგი სიურპრიზების წელი მოდის.